ასე რომ ამბობენ ხოლმე ერი და ბერი გაერთიანებულია. მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრად წოდებული მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, ილია მეორე არ იყო მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი საყრდენი და სინდისი, თაობების გზამკვლევი, რწმენის მცველი და სიმტკიცის სიმბოლო. დაახლოებით იგივე სიტყვებს, ამგვარივე სიტყვებს, შინაარსის, პათოსის სიტყვებს წარმოთქვამენ მაკა ბოჭორიშვილის ოპონენტები. მაგალითად, ყოფილი პრეზიდენტი, მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გემშვიდობებით ჩვენო პატრიარქო, ეს 40 დღე და მარხვის დარჩენილი დრო უთუოდ უმძიმესი იქნება, მაგრამ ნათელი გზის ბოლოს ყოველთვის ჩნდება. სხვების ხელისუფლებად წოდებული ჯგუფის წარმომადგენლები, ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს თითქოს ეჯიბრებიან ჭირისუფლობაში. კიდევ უფრო მეცაც ვიტყვი, ესეთი ემოციური სიტყვების წარმოთქმაში, ემოციური აზრების, მოსაზრებების გაზიარებაში, ფიქრების გაზიარებაში. მათ არ ჩამორჩებიან სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები, მაგალითად, ავსტრიის საელჩო მამწუხარებას გამოხატავს ილია მეორეს გარდაცვალების გამო, იტალიის საელჩო გულწრფელად უსამძიმრებთ ქართველ ხალხს. საქართველოს სომეხთა ეპარქია მამწუხარებას გამოთქვამთ ილია მეორის გარდაცვალების გამო. იაპონიის საელჩო, რაც შემხვდა ბრიტანეთის ელჩი, თავად საქართველოს საპატრიარქო ბუნებრივია რომ აკეთებს ამასთან დაკავშირებით საკუთარ განცხადებას. ყაველაშვილზეც შემიძლია საკვირველია თქვა, პრეზიდენტად რომ მუშაობს იმ კაცზე უდიდესი ტკივილი გამოიწვია, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, ვინ არ ამბობს, ვინ არ წერს, ვინ არ ეხმაურება ამ ამბავს, მათ შორის არა მხოლოდ საქართველოში მყოფი პოლიტიკოსები, არამედ საქართველოს ფარგლებს მიღმა ყოფი არა პოლიტიკოსები, არამედ მაგალითად სახელმწიფოები, ხო? და გულახდილებით თუ ვიქნებით, როცა მოხდება პატრიარქის გადასვენება, სად არ ვიცი, ალბათ შესაძლოა სიონში, შესაძლოა სამების საკათედრო ტაძარში, არ ვიცით ჯერ, იქ რიგები დადგება ადამიანებისა, ვინც მართლა გლოვობს, ან აპირებს რომ იგლოვოს, ან ტყუილად გრძნო, ფარისეულურად გლოვობს და ასე შემდეგ. ყველასი მოკლედ ბევრი მოქალაქე მივა გასაკვირველია. მაგრამ ერთმა მისამძიმრებამ, ჩემი ყურადღება განსაკუთრებით და მიიპყრო ერთმა მისამძიმრებამ, გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მისი უწმინდესობის პატრიარქ ილია მეორეს გარდაცვალების გამო. ის იყო საოცარი მწყემსთავარი, თავიდან ბოლომდე ვკითხულობ ამ ტექსტს. ამავდროულად მან უდიდესი როლი ითამაშა ამ რთულ პერიოდში ჩვენი ხალხისა და ქართველი ხალხის დაახლოებაში. ოდნავ გადავაკეთე ტექსტი. ჩემს ქართველ ძმებთან და დებთან ერთად ვგლოვობ ამ გამოჩენილი წმინდა ადამიანის გარდაცვალებას. წმინდა არ არის შემთხვევით ჩაწერილი სიტყვა. მაღალზე მაღალი ალბათობით ძალიან მალე პატრიარქ ილია მეორეს წმინდანად შერაცხავენ. მაგრამ თავარი აქ არის არა ეს სიტყვა, არამედ ავტორი, ვინ არის ამ სიტყვებისა. ალექსანდრე დუგინი, კრემლის, პუტინის იდეოლოგი, რუსი იმპერიალისტი არის ამ სიტყვების ავტორი. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის საპატრიარქოც თუ უკვე არ გააკეთა. ხო, აქვე ვიტყვი, რომ მაგალითად პოლონეთის საელჩოს გაუკეთებია განცხადება, მაგალითად შეერთებული შტატების საელჩოს გაუკეთებია განცხადება, თეატრულ ოკეანეს გაუკეთებია განცხადება, ირანის ელჩს გაუკეთებია განცხადება, შვედეთის საელჩოს გაუკეთებია განცხადება, ნიდერლანდების ელჩს გაუკეთებია განცხადება, სხვებს ბიზინა ივანიშვილს ხომ თავისთავად. მოკლედ, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რუსეთის საპატრიარქოც თუ უკვე არ გააკეთა, მომავალში გააკეთებს განცხადებას კი არა, სამგლოვია რომ ტექსტს გამოაგზავნის საქართველოში და მედია რასაკვირველია ამ ტექსტს დააკოპირებს და გამოაქვეყნებს. მაგრამ ეს არ არის თავარი. გასაგებია, რომ მართლმადიდებელი, უფრო ზუსტი რომ იყო, ვითომ მართლმადიდებელი რუსეთი გლოვობს ჩვენი პატრიარქის გარდაცვალებას. გასაგებია, აბა რა უნდა ქნან, ასეც უნდა იყოს. ასეთივე სამგლოვიარო ტექსტებს ჩვენ მივიღებთ სხვა მართლმადიდებლური ქვეყნებიდან, სერბეთიდან, ბულგარეთიდან, მსოფლიოს საპატრიარქოდან, საბერძნეთიდან, სხვადასხვა ეპარქიებიდან, მაგალითად ათონის მთიდან.
ან სინას მხრიდან და სინას მხრიდან. მე მაქვს კითხვა ამგვარი. პირდაპირი კითხვა. დუგინმა ან კირილ გუნძაევმა რომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში ჩამოსვლის თაობაზე. რას ვაპირებთ ჩვენ? ანუ ჩამოდიან ჭირში ჩვენთან ერთად უნდათ რომ იგლოვონ პატრიარქის გარდაცვალება. რას ვაპირებთ ჩვენ? რას აპირებს დე-ფაქტო ხელისუფლება გასაგებია, რას იზამს დე-ფაქტო ხელისუფლება გასაგებია. რასაკვირველია ისინი ადამიანებს, რომლებიც გლოვობენ ჩვენთან ერთად ჭირისუფლები არიან, დამწუხრებულნი არიან პატრიარქის გარდაცვალების გამო, რასაკვირველია მიიღებენ, მაგრამ შორს გადგებიან, აი მაგალითად სიონის საკათედრო ტაძარში რომ მივა დუგინი თუ მივა, ან კირილ გუნძაევი. როგორი პატივით მიიღებენ ამ უკანასკნელს განსაკუთრებით, როგორი პატივით, როგორ დახვდებიან და თუ რომელიმე თქვენგანი მეტყვის რომ ვერ დახვდებიან და არ დახვდებიანო, ირაკლი კობახიძეან, ბიზინა ივანიშვილი ხელს არ ჩამოვართმევს და შიო მუჯირის გვერდით არ აღმოჩნდება კირილ გუნძაევიო, რასაკვირველია დავცინებ, არა, ვერ გაბედავს ამას ვერავინ. მაგრამ მინდა აღვხსნა რომ პატრიარქის გარდაცვალება ეროვნული უსაფრთხოების საკითხიც არის, მე აქ რეკომენდაციებს კი არ ვიძლევი ვინმესთვის, აი ესე უნდა გააკეთოთ. არა, რთული ვითარებაა, რასაკვირველია, რთული ვითარება იქნება თუ კირილ გუნძაევი მით უფრო ან თუნდაც დუგინი, კირილ გუნძაევი ამალასთან ერთად და თუნდაც დუგინი და კიდევ რუსეთის დუმის რამდენიმე დეპუტატი შესაძლოა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელიც კი ან ვიღაცეები, თეოლოგები, არა თეოლოგები, გავლენიანი პირები, არა გავლენიანი პირები ჩამოვლენ ერთი დიდი თვითმფრინავი 300 კაცი, 350. გავიგე რომ ზოგი მოხდება სიონის საკათედრო სამების საკათედრო ტაძართან, მაგრამ ბევრი მათგანი სიონის საკათედრო ტაძარში მოხდება, სამების საკათედრო ტაძარში, ვინც ის სასახლის გარშემოც კი იტრიალებენ და ვინც ის პირველ ჭირისუფლებიც იქნებიან, აი პოლიტიკოსები ჩვენი, ოპოზიციონერები, რომლებიც ასე გულწრფელად, თუნდაც ასე ვიტყვი, ასე იხოკავენ ლოყებს, როგორ ურთიერთობაში შედიან და ალბათ არ შედიან, მაგრამ აი როგორ ერთი კადრი რომ არსებობს, საერთო კადრი, ბადრი ჯაფარიძე და დუგინი, ნიკა გვარამია და დუგინი, ნიკა გვარამია და კირილ გუნძაევი, ფოტოგრაფები, მათ შორის რუსი ფოტოგრაფები, ერთ საერთო ფოტოს გადაიღებენ სოფო ჯაფარიძე და არ ვიცი დუმის რომელიმე დეპუტატი, არა, მე იმისკენ კი არ მოუწოდებ ფილმს რომ არ იგლოვონ და განსაკუთრებით არ იგლოვონ პატრიარქ ილია მეორეს გარდაცვალება, მაგრამ მაინც შიო მუჯირი ამიგითხარით პატივითაა დიდებით, ვინც ის სინოდის ხდობაზეც კი შეაცილებს მაგალითად კირილ გუნძაევს ან რომელიმე ახალ იმ წარმოგზავნილს რუსეთის საპატრიარქოდან რატომ ვამბობ ახალს მეთქი 2017 წელს შიო მუჯირის მოსაყდელ გამორჩევის პროცესში რუსეთი ჩაერია საპატრიარქო რუსეთისა და მისი კირილ გუნძაევის წარმომადგენლის დახმარებით შეარჩიეს სწორედაც რომ შიო მუჯირი. კარგი, მოვხსნათ ეს კითხვა და თქვათ ორი სიტყვა რომ პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალება ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისითაც გაგიკვირდება და არის გამოწვევა ჩვენთვის. სხვაგვარად დავსვავ კითხვას, კიდევ უფრო გავამძაფრებ თქვენის ნებართვით. პუტინისათვის, აი პერსონალურად პუტინისათვის, არ ვლაპარაკობ მედვედევზე, მიშუსტინზე და ლავროვზე, არა, პერსონალურად პუტინისათვის. თუ გნებოთ, მანამდე ლავროვზე ვილაპარაკოთ. საგარეო საქმეთა მინისტრი. არა, გავანებოთ თავი ლავროვს. ლავროვი თუ დელეგაციაში იქნება პუტინთან ერთად თეორიულად. პუტინმა რომ ვნუკოვოდან თუ შერემეწევოდან გადა თუ სხვა აეროპორტიდან გადაქოქოს თვითმფრინავი. საქართველოს ხელისუფლებად წოდებულ ბანდას წინასწარ შეუთანხმოს, რომ მე მომდივარ და თქვენთან ერთად ეს კაცი, რომელიც მე მსტუმრობდა ბევრჯერ, რომელიც იყო ჩემი სულიერი მოძღვარი, შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით არა, მოკლედ ბრძენი კაცი იყო. გონიერი კაცი იყო. მასთან სულ მუდმივად გულახდილი საუბრები ჰქონდა. გულახდილი, საინტერესო, უამრავ ისეთ საკითხზე, რომელზეც თქვენ არც არავინ, ასზეც არ ახართ. მათ შორის ვლაპარაკობდით საქართველოს რუსეთის ურთიერთობის განვითარებაზე და მე მომეცით შესაძლებლობა, ნებართვას კი არ ითხოვს. მე ვიყენებ შესაძლებლობას, რომ სწორედ ეს დღეები, ეს უმძიმესი დღეები მართლმადიდებლური სამყაროსათვის გამოვიყენო და თქვენთან ერთად ვიგლოვო პატრიარქი ილია მეორე, კირილ გუნძაევი ჩემგან მარჯვნივ, სერგეი ლავროვი ჩემგან მარცხნივ და ნაბიჯნახევრით უკან
იდგება მედვედევი კიდე 2 ნაბიჯით და მიშუსტინი კიდე 8 ნაბიჯით პირობითად. აგრეთვე სხვები და სხვები დუგინიც იქნება იქ. განა არა. დუგინს ზაზაშათილიშვილმა უმასპინძლოს საბოლოო ჯამში. ჩვენ რას ვაპირებთ, როცა ამ კითხვას ვსვამ, არ ვგულისხმობ ირაკლი კობახიძეს თუ ბიძინა ივანიშვილს. ისინი სიტყვა ვალდებულნი არიან, ალბათ უბჭყალოდ უნდა წარმოთქვა ახლა. ისინი ვალდებულნი არიან ბჭყალებში მიიღონ ვლადიმირ პუტინი. აბა რას ეთყვიან, თუ წინასწარ შეთანხმებული იქნება, რომ დაჯექი შენს ვლადიკავკაზში დასცვი შენი ბორტიო, პირველი ბორტი, თავარი ბორტი? ამას ვერ ეთყვიან. ნავიგაცია, მოკლედ, არ შემოგაფრენთ საქართველოს საჰაერო სივრცეშიო, ამას ვერ გაბედავენ. ვერც იმას გაბედავენ, რომ უთხრან პუტინს ამგვარი რამ, რომ ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ, ჩვენ რომის სტატუტის წევრი სახელმწიფო ვართ და ჩვენ ველი ვალდებულებაა საერთაშორისო, რომ დადგავთ თუ არა ქართულ მიწაზე ფეხს თბილისის სახელმწიფო საერთაშორისო აეროპორტში, ჩვენი ვალდებულებაა რომ დაგაკავოთ. ვერც ეთყვიან და მithumeles ვერ იზამენ ამას. ხო და ეს ეროვნული უსაფრთხოების კუთხით გამოწვევა არა და პუტინი გამოწვევა ამეთქი თუ ვიტყვი არ შევწდები. არა და პუტინისთვის, რომელსაც დიდი ხანია უნდა ჩამოსვლა საქართველოში და ასე დამცირება ქართული სახელმწიფოსთვის, ეს ყველაზე კარგი, ან იდეალური ვარიანტია, რომ ვიცოდეთ მაინც. ჩვენ რო ყოლოდა ხელისუფლება ადეკვატური, ადეკვატური და ნორმალური ეროვნულ უსაფრთხოებაზე მოფიქრალი დაფიქრებული ქართული სახელმწიფოს თვის რომ მუშაობს იმგვარი, ამ შემთხვევაში ეს კითხვა დასმულიც არც იქნებოდა, პატრიარქი გარდაიცვალებოდა 2026 წლის მარტის 17-ში და მე ამ კითხვას არ დავსვამ. ახლა ვაგლახთა სამწუხაროდ ჩვენ გვყავს ამგვარი ხელისუფლება, რომელიც ტირის და ვინ არ ტირის ამ ხელისუფლებიდან ყველა უკლემლი, პაპუაშვილი, საქართველოს დაკარგა სულიერი ლიდერი, ივანიშვილი და ეკატერინე ივანიშვილი და ბიძინა ივანიშვილი, ამბობენ, საქართველოს დაკარგა განსაკუთრებული მამობრივი მზრუნველობით გამორჩეული პიროვნება, სხვები გლოვობენ პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებას და ამ კითხვაზე კი პასუხი არ აქვთ, კი არა, პრინციპში თანახმანიც არიან, ანუ წინააღმდეგობასაც ვერ უწევენ, ვერ გაუწევენ რუსეთის ლიდერს. მისთვის ეს არის საუკეთესო, რუსული გადმოსახედიდან შეხედეთ. უყურებთ მაინც და მაინც ჩვენი გადმოსახედიდან. რუსებისთვის ეს ჭირი, ეს ამბავი, ეს ტკივილი, ეს ტრაგედია, ეს ამბავი. ხო, საუკეთესოდ გამოსაყენებელია ჰიბრიდული ომის მორიგი ოპერაციის ჩასატარებლად საქართველოში. ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. არა, მე კვლავ ვიმეორებ, არა მაქვს გზა რეცეპტი კი არა, საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს, რას ვაპირებთ ამ შემთხვევაში. კარგი, სხვადასხვა დავსვამ კითხვას. ქართველი ოპოზიციონერები რას აპირებენ? ისინი ეუბნებიან ხელისუფლებას, რომ არა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღო ან არ უნდა მიგეღო პუტინის ბორტი, ვერ ეუბნებიან. რო ჭირში ჩამოდის ის თუ ჩამოდის ჭირში ჩამოვა. ჩვენთან ერთად, ასე რომ გულოვობთ პატრიარქ ილია მეორეს, ჩვენთან ერთად წრევლის გადმოსაღვრელად და ლოყების ჩამოსახოკად. პუტინი ამომგდები ჩვენი ქვეყნისა. კარგი, პუტინი ალბათ არ ჩამოვა, თქვენ მეტყვით, მეც დაგეთანხმებით, პუტინი ალბათ არ ჩამოვა. დუგინი რუსთაველზე რომ გაისეირდოს არა საღამოს 8-ზე, არამედ დილის 9-ზე Дугинма. Какой прекрасный проспект Руставели. Я соскучился. Я был в Тбилиси лет 30 тому назад. Опера прекрасная, построенная, кстати. Таргно. Опера ჩვენს მიერ აშენებული მე-19 საუკუნეში. შესანიშნავი შენობა. როგორ მომენატრა ეს რუსთაველის გამზიზი, რომელზეც ვიყავი 30 წლის წინ. ესო თქვას? არ ვლაპარაკობ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. იდეოლოგებზე ვლაპარაკობ. ან იდეოლოგებზე და სასულიერო პირებზე. იცით რა არის რუსული ტაძარი სად არის? იქ ჩამატარებიათ ერთი წირვა. კირილმა цара თუნდაც. აი მე-4 ხარისხოვანმა სამღვდლო პირმა რომ უთხრას ანდრია ჯაღმაიძე არ წახყვება? მე მხოლოდ კითხვებს ვსვამ. იმიტომ არის ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობაში, რომ ამაზე პასუხები ჩვენ არ აქვს.
არც ერთი პასუხი არ არის სწორი. მე რო ვიყო ხელისუფლებაში გავაქანები და ვუთქავდი პუტინის თუ დუგინის ბორტს მეთქი, ტყუილი ამბავია ეს. ასე თუ დავასუსტებდი ქვეყანას, მეც ვერ გავიიღებდი გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ არ უნდა შემომეშვა დუგინიც კი არა თუ პუტინი. ვუთქვა ალბათ მაინც სხვა მაღალი ნათქვამია და პატიმრება. მე არა ვარ ხელისუფლებაში ვინც არის, იმან ასე დაასუსტა ეს ქვეყანა. რომ ეს კითხვები ჩნდება. უპასუხოდ დარჩენილი კითხვები. სათაური, მაშ ჩამოვა პუტინი საქართველოში კითხვაძახილის ნიშანი. მოდი ამოვწეროთ. მაშ ჩამოვა პუტინი საკში საქართველოში კითხვაძახილის ნიშანი და მე მრავალწერტილი და დუგინი დადუგინი რუსულ სიტყვას არ ვიხმარ მომენტ, მაგრამ მეორე მხრივ რატომაც არა. момент რატომაც არა. Только вопросы для грузинской мечты. Მხოლოდ კითხვები ქართული ოცნებისთვის, კითხვები ქართული საზოგადოებისათვის. ნახვამდის.